ენერგია ყველას 14 თებერვლის საწყისი ენერგია განვიხილოთ ჩვენ. სხვათა შორის აქ ვალენტინობა არაფერ შუაში არ არის. 14 თებერვალი ეს სამყაროში მიმდინარე მოვლენების გამო შევარჩიე. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი. ასევე ვიტყვიტა, რომ ასტროლოგია და ნუმეროლოგია ერთმანეთთან კავშირშია. ამიტომ ფავორიტები მოდი დღეს ამ მოვლენის ხო ასტროლოგიურად უნდა გამოყო. 14 თებერვლის საწყისი ენერგია ყველაზე მეტად იმოქმედებს ვერძებზე, ქალწულებზე, ლომებზე, კირჩხიბებზე და მერწყულებზე. დანარჩენი ნიშნებით თავისთავად მოიაზრებით, მაგრამ ამათთვის უფრო მეტად არის ეს სიტუაცია მორგებული. აქ ცეცხლი, წყალი და ჰაერი დომინირებს. და რა არის ახლა ეს? ყოფილების დაბრუნება პირდაპირი მნიშვნელობით. ის ვისთანაც დაშორება გაქვთ, მტკივნეული პერიოდი, რომელიც გაიარეთ, ჩაბღაუჭებული მდგომარეობა, რომელმაც ცხოვრების რამოდენიმე ეტაპი გაგატარათ, როგორიცაა ძლიერი სიბრაზე, შემდეგ გადასული წყენაში, იმედგაცრუებაში, უმადურობაში, გააზრებაში, რომ როცა ვჭირდები ადამიანს, მაშინ ვარ კარგი. ძლიერ მონატრებაში გატარებული დღეები თუ ღამეები და ბოლოს ყოველთვის მაინც იმედი, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება. ანუ კი ვიცი, რომ ურთიერთობა ამ ადამიანთან ტოქსიკურია, მაგრამ მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩენია. მაინც ასეთი დამოკიდებულებით მოლოდინით ცხოვრება. ხო და ზუსტად ეს მოვლენა იქნება ამ უახლოეს პერიოდში. ცთუნება დაუბრუნდეთ. კი, ცთუნება დაუბრუნდეთ თუ არა ადამიანს, რომელიც გონებრივად თვლით, რომ არ იმსახურებს, მაგრამ მაინც გენდომებად. იცით რა, არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, იგივე ისტორია და სცენარი განმეორდება. ეს სხვათა შორის გამოცდა იქნება თქვენთვის, რამდენად ძლიერად გიყვართ საკუთარი თავი და თქვენი ცხოვრებაც. ყველა სხვა ნიშნებსაც გეხებათ ეს მეტნაკლებად, მაგრამ მაინც გეხებათ. სამყაროს აკენკს დაგიყრით ყოფილების მეშვეობით და თუ აკრებთ, იგივე სცენარს დაწერთ. ასე რომ არჩევანს თავად ვაკეთებთ ყოველთვის, რაც თითოეული თქვენთაგანის ნება არის. მე წარმატებებს გისურვებთ ინდივიდუალურად 557 1673 53 Facebook-ზე ქართული შრიფტით ტაროს პასუხები, ნუ მირეკავთ, მომწერეთ.